გამარჯობა, მოგესალმებით. მე ჰუბერტი მქვია და აქედან მინდა გაგაცნოთ ის კიდევ ერთი ახალი პროდუქტი. ვიწყებთ. დღევანდელი ეპიზოდის გმირი იქნება. როგორც ალბათ უკვე იცით, ის ბრენდი ამჟამად შედგება 4 სერიისგან და მაგრამ დღეს ჩვენ სწორედ სერიაზე გვინდა უფრო დეტალურად ვისაუბროთ. სერია შექმნილია მატეუშ ოკონისა და ტომაშ პოტკულის მიერ, განსაკუთრებული მეთევზეების მიერ, რომლებიც ჩვენს სათყვარებში ყველაზე მცირე დეტალებზეც გიზრუნავენ, რათა თქვენ ყოველთვის ეფექტურად შეძლოთ თევზაობა. შემწირდა. ის ასევე დამსუბუქდა და გახდა 65 მმ, მაგრამ რაც მთავარია, მისი მთავარი უპირატესობები არ შეცვლილა, ანუ უნიკალური მასალა, რომლისგანაც დამზადებულია სერიის სათყვარები. ეს მასალა წარმოუდგენლად ელასტიკურია, ძალიან გამძლეა და თევზებისთვის გემრიელია, ანუ მაშინაც კი, როცა ისინი არ არიან აქტიურები, მაგრამ უკვე დაინტერესდებიან ჩვენს სათყვარის და წვეროზე წაუჭერენ ამ ჭიას, უპრობლემოდ იწყებენ მის მთლიანად გადახლაფვას და ამ დროს ჩვენ გვაქვს ეფექტური კბენა. და რაც კარგია, თევზის დაჭერის შემდეგაც კი ისინი მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ და ამის წყალობით, თუნდაც თევზი დავიჭიროთ, უპრობლემოდ შეგვიძლია იგივე სათყვარით ისევ ვთევზაოთ იმავე ადგილას. არ გვჭირდება მისი შეცვლა, უბრალოდ ვაგრძელებთ თევზაობას. მაგრამ ახლა ალბათ იკითხავთ, რა განსხვავება თუს დავამაგრებთ თუს. საბოლოოდ, ისინი ხომ ზომითაც მსგავსია, ან მაგალითად იც. მთავარი განსხვავება კი იმაშია, თუ როგორ გამოიყურება ეს სათყვარა, რადგანაც როგორც ალბათ იცით, მისი უფრო დიდი ვერსიიდან აქვს დამახასიათებელი ოდნავ მომრგვალებული ბოლო. მალე ამას აქვე ჯანართებში თავადაც ნახავთ. აქვს თავისი უნიკალური ფორმა. ამ თვისების წყალობით ის აუცილებლად დააინტერესებს მდინარის კალმახებს, რაშიც მომავალ სეზონზე აუცილებლად დავწუნდებით, განსაკუთრებით იმ შეჯიბრებებზე, სადაც მე და მატეუშიც ერთად მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ დამატებით, მისი გამოყენებით ეფექტურად შეიძლება ქორჭილას დაჭერაც. საქართველოში ძალიან ეფექტურად შეიძლება ბრაზანის დაჭერაც, მაგრამ ის ასევე კარგად მუშაობს სტიპის წყალსატევებშიც, რაშიც უკვე დავწუნდით ტესტირების დროს. ის საოცრად იჭერდა თევზს, რადგან ეს გრძელი ჭია ძალიან ლამაზად იკეცება წყალში, თუნდაც ყველაზე მსუბუქი ტვირთით. თუნდაც თუ უკვე დაჭერილ თევზებზე ვთევზაობთ, ისინი ამ ჭიას გვერდს არ აუვლიან. ყოველთვის არის რაღაც ინტერესი ამ ჭიის მიმართ და მთლიანად ყლაპავენ მას. ამის დიდი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება შეგვიძლია მართლაც ძალიან რთულ პირობებშიც კი. რას ვგულისხმობ? თუ მთის მდინარეებში ვთევზაობთ, ხშირად ის დინებას, სადაც თევზები იმალებიან, მართლაც ძალიან სწრაფია. იმის წყალობით, რომ აქ ბევრად უფრო თხელი მასალაა გამოყენებული, შეგვიძლია მშვიდად დავათვალიეროთ ეს ადგილები, თუნდაც ზოგჯერ ამ სათყვარაზე კონტროლი არ გქონდეს. ის ძალიან ლამაზად და ბუნებრივად იმოძრავებს წყალში, რის გამოც აუცილებლად მიიზიდავს უამრავ წითელ ფარფლას. მაგრამ რაც კიდევ კარგია მაშინ, როცა ვთევზაობთ მდინარის უფრო ნელ-ნაკადი ან მონაკვეთებზე, ასევე ძალიან ნაზად აღჭურვილზე. მაგალითად, როცა სათყვარას ნაზად ვუშვებთ დინებასთან ერთად, ის საოცრად ბუნებრივად დაასახავს ჭიას, რომელიც უბრალოდ შემთხვევით მოხვდა წყალში. როგორც ალბათ იცით, კალმახებს ძალიან უყვართ ასეთი ჭიები და ამით ეფექტურად შეგვიძლია დავამუშაოთ ნებისმიერი ადგილი, იქნება ეს სწრაფი თუნელი წყალი. ის ნამდვილად გააკეთებს თავის საქმეს. უპირველეს ყოვლისა, მაგარია ის, რომ იმის გამო, რომ ეს ფორმა შენარჩუნებულია ისე, როგორც უფრო დიდ ვერსიაში იყო, მას ჩვენგან არც კი დასჭირდება განსაკუთრებული ანიმაცია. სინამდვილეში ერთადერთი რაც მოგვიწევს, არის ჩვენი ძუის, ჩვენი ბაწრის მოჭიმა და ის იმდენად ბუნებრივად იმოქმედებს, რომ ჩვენ მხოლოდ დაგვრჩება დაჭერა და თევზის წარმატებით ამოყვანა. ახლა კი გადავიდეთ იმაზე, რაც შეიძლება ყველაზე მეტად დაგაინტერესოთ, ანუ როგორ უნდა აღჭურვოთ ასეთი ჭიები. აქ მაქვს სწორედ ის 65 მმ-იანი ვერსია. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე კატალოგი, სადაც ვაჩვენებთ რომელი კაუჭები და რომელი ტვირთები ჯობს შეარჩიოთ ჩვენს სათყვარებზე. იქვე ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა იყოს ისინი სწორად აღჭურვილი. მაგრამ აქ, მაგალითად, სწორედ ის მაგალითზე გაჩვენებთ, როგორ ვთევზაობ ყველაზე ხშირად ამ ტიპის სათყვარებით. აქ გვაქვს სპეციალურად მომზადებული ვოლფრამის თავი ბაწრის კაუჭზე. პირველი კითხვა, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ, რატომ ვოლფრამის თავი? პირველ რიგში, როცა მინდა მაგალითად 1 გრამიან ვოლფრამის თავს გამოვიყენო, ის გაცილებით პატარაა ვიდრე ტყუის თავი. ამის წყალობით ასეთი წვრილი სათყვარა ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება. უბრალოდ ასეა. მეორე საკითხი ისაა, რომ როცა ვოლფრამს ვიყენებთ და მას ცივს ვარტყამთ, ის გამოსცემს დამახასიათებელ წკაპომის ხმებს. ასეთი წკაპომის ხმები ძალიან ეფექტურად იზიდავს როგორც კალმახებს, ასევე ქარიხლაპიებსაც.
აქ კი გვაქვს ის ანკესი, რომელზეც უკვე ადრე ვახსენე. ეს არის ბეწვის ანკესი უკბეჭო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ჩვენს თევზსაჭერ ადგილებში აუცილებელია ასეთი ტიპის ანკესებზე თევზაობა. მაგრამ მეორე საკითხი არის თავად ამ ღეროს თავისებურება. ის ძალიან გრძელია, მაგრამ ამავე დროს ვიწრო. ამ ტიპის ფორმებისთვის განსაკუთრებით გირჩევთ გამოიყენოთ სწორედ გრძელი, მაგრამ ძალიან ვიწრო ანკესები. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ანკესი თავისი სიგრძის გამო საშუალებას გვაძლევს სწორ სიგრძეზე ჩავამაგროთ სათყუარაში, ხოლო მისი ვიწრო ფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც თევზი დაინტერესდება ჩვენს სათყუარათი, ანკესი უპრობლემოდ მოხვდება თევზის პირში და ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად ჩავჭიდოთ და რაც მთავარია, ამოვიყვანოთ წყლიდან. აქ უკვე მზად მაქვსი და ის თავისებური თავი, რომელზეც ვსაუბრობდით. ვიღებთ ამ ჭიაყელას. გავატარებთ ამ მხრიდან და ნელ-ნელა ვაცურებთ ანკესის ღეროზე. და აქ უკვე იაღთურვილია. ასე გამოიხურება ეს. გავატარებთ ამ მხრიდან და ეს კარგია იმით, რომ აქ გვაქვს კარგი რგოლი, რომელიც დაახლოებით გვიჩვენებს, სად უნდა იყოს ანკესი. ახლა კი ვნახოთ, როგორ იქცევა ეს სათყუარა წყალში. ახალს, ისევე როგორც სერიის ყველა სათყუარას, ნახავთ 4 სურნელის ვარიანტში, ნიორი, ყველი, კრილი და რაც მთავარია უსუნო ვერსიაში, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შევქმნით. აქედან მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასალის ყურებისთვის. თუ მოგეწონათ, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს არხი. და რაც მთავარია, მინდა მოგიწვიოთ იმ ვებგვერდზე, რომელიც უკვე ადრე ვახსენე. იქ ნახავთ არა მხოლოდ ჩვენს კატალოგს, არამედ სათყუარების ფოტოებსაც, რომლებსაც თქვენთვის ვამზადებთ და მალე უკვე შეძენაც შესაძლებელი იქნება. დამატებით გეპატიჟებიცზე, სეის ანგარიშზე, ასევე ის ანგარიშზე, როგორც პოლონური, ისე ინგლისური ვერსიისთვის. იმედი მაქვს ეს მასალა თქვენც ისევე მოგეწონათ, როგორც მე მომწონს ახალიები. დაჯერეთ, ისინი ბევრ აუზაუს გამოიწვევენ წყლის პირას. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.